მიყვა მაინც არ გავიგე. მოგიყვები. ხო. ნიკას мама ზურა ხო იცი? კი. ხო და დედამისი ხო იცი ქალბატონი ლილი? კაცრი რაღაცნაირი ქალი როა, ხო? ხო. აი მე ლაშა ისე იცის რომ სხვაც ვერ ყვება და მოდი მომიყევი. მოიკაცეს? მოდი გაჯექი მოგიყვები ძალიან ლამაზი ისტორია, ძალიან ლამაზი ისტორია. რა? მოკლედ თურმე ქალბატონი ლილი დარბის კუსტბაზე. აგრეთვე ამ კუსტბაზე დარბის ბატონი რობერტი. რობერტი ვინ არის? ალბათ გაინტერესებს ხო? ჯერ თავიდან ქალბატონი ლილი ვერ ეწეოდა ბატონ რობერტს. კარგი. ხო და ახლა მოუმატა ნელ-ნელა ტემპს ამ ქალბატონმა ლილიმ და ახლა ზდიოს ბატონმა რობერტმა. აი ახლა უნდა ხო და ეხა კუსპიდან მაჩის ბიუროში სკუპს დილიმ რაღაც აჭამა. კი, აჭამა, ფაფა. ხო, თორე ხო ბატონ რობერტს სხვა რაღაც საჭმელის კბილები არ ექნება. თუ ვიცით ეს საიდან იცით ვინ მოგიყვეთ? ვინ მოგიყვეთ ეკლა და ზურა? ზურა მოგიყვეთ? ხო, ვიფიქრა რა აზრი აქვს მაინც გაიგებენ და ჯობია ჩემი პირით უთხრაო. ხო და ეხა მოვა ნიკა უნდა წაიყვანოს ბებიის ნიშნობა. იდეიცი. მესამეც გაიმართა. და რო არ წავიდე ბებიას ნიშნობაზე? რას ნიშნავს იქ არ უნდა წახვიდე? რა უნდა ვაკეთო იქ? რასაც ხვები გააკეთებენ ნიკა. უნდა იცინო. ზურა არ იყოს უხერხულია. ზურა? მოდი ზურა. გამარჯობა ზურა. როგორ ახ? კარგად, შენ როგორ ახ ზურა? არამე შესვარდნენ. ქალბატონი ლილი როგორ არის? ცოტა სუსტად არის. თავბრუს ხვევები აქვს ხო? გამაგიჟებს ეს ხალი რა. გოგოჯობია ხო? დავედით ნიკა. მა, იმახალი თამაშის დისკს მიყიდი, ყველას აქვს და მე არა. გიყიდი. მოიჭედი ეს ნიკა მოდი აქ. ზურა რა უნდა ტიფო ფოტოში. დადგინდა ახლა ახალი თამაშის დისკი მითხარ. ახლა ახალი ბაბუა ყავდა იმით გაერთ. არ ვიცი, ეკლა არ მოსულა ეს სასიძო. წავედით. და მე რო არ წამოვიდე, მეზარება.
არა, ნიკა, მომისმენ, ახლა შენ ახლა ამბობ რომ მეზარებავ თორე. აბა პატარა ბიძია და პატარა მამიდა რო გეყოლება, მე სუსი ხარულით გაიქცევი ხო? ადარბაზებში დაგემოდები. მოვდივარ. მოიჩე, მეც გამოვდივარ, მოიჩე. მით გამოვიდა. არა იყოს ფეხი ჩავიდეთ, უფრო დიდი ხანი ვეხნება სასაუბროთ და. რა ვიცი შენ როგორ ხარ მე კარგად არ ამიშევს ხო შენ გააღებ თუ მე გავაღო ჰა კაი მე გავაღებ წავალ ხო კარგი რა ვიცი თუ გინდა ცოტა ხანს კიდე დავჩები გინდა ჰა ხო კარგი კაი კარსეზარია წავედი და მოვალ ახლა კარგი ისე ძალიან ლამაზი ხარ ხო კარგი მოვდივარ ხო რა ხო გავიქე რა საჭიროა და იყოს ვიქნები არა გიორგი შემოდი ერთი წუთი არა ხო არ შეგაწუხებ და აქ ვიდგები ჩემ ისა ბოდიში რა სტუმარი მყავს მიხედავ და მოვალ ხო კაი გიორგი შემოდი შიგნით ცოტა ხანი აბა არა იყოს აბა ცოტა შემოდი ცოტა კიდე ცოტა ხო ბევრია მაგრამ კარგია მოდი აბა რა ხდება დაჯექი მომიყევი ერთი მოდი ავიცი არა დაჯექი რა ხდება აბა როგორ ხარ კარგად პატა კარგად მე ისე უბრალოდ შემოგირბინე მე მეგონა რომ ცუდად რო იყო ისე ცუდად ხო არ არის მეთქი და მაგიტომ მოვედი რა ვიცი აჰა ხო არა პატა არ შემიძლია ის ტყუილის თქმა რა ხდება გიორგი რა არის ის გოგო მომეწონა შენთან რომ იყო შემოსული იმ დღეს და ვინ ის აი თები ოიცე ფეკლაზე იდა ხილიორ ყოჩა გემოვნება კარგი ქონია ყოჩა გიორგი ხო ჩემზე რამე კითხა თეკლა არა მორიდებული გოგოა მოერიდა ხო უხდებით ერთმანეთს უხდებით არა ძალიან მოდი ყავა დავლიოთ. არა არ მინდა. უი დასარეკი მაქვს ელენე და მართლა? მეც დასარეკი მაქვს. ხო, შენ? ხო, კარგი დარეკე მაშინ და სადაბმალო. აქ და ნიკა სადმალოს ბუნების ციკლს. აი, უცა ამ კონსტანტინ სიმონოვს მაინც არავინ არ კითხულობს, აი აქ დავყვა. ეს. კარგით ნახვამდის. თეკლა რა საკეთე? რა საკეთე ველენე რა დაგემართა ვერ გავიგე. შეხომ კითხე ყავა გინდაო, მე გითხარი არა მეთქი ვა. აწაზე ფიქრმა სულ გადარია ეს გოგო. არა ისეთი დაბნეულია რომ ჩემს საყურებსაც აღარცხავს. არა და რა კარგი სამალავი მოვიგონე კონსტანტინ სიმონოვი. ამას მაინც ხო არავინ არ წაიკითხავს. თეკლა რაც გინდა. არის თეკლა ერისთავის პირადი ჩანაწერები. თეკლა ერისთავის პირადი ჩანაწერები. ელენე სხვისი დღიურის საკითხვა როგორ შეიძლება? თეკლა ეწყინებას დრო არ არის ახლა. უხედის ელენესთან დავში სახლში. წასვლა კი მინდოდა, მაგრამ ასე უფრო ახლოს ვიქნებოდი პატასთან. ვაიმე. საოცარი სიზმარი ვნახე, ვითომ ელენეს სახლში ვიყავი, უამრავი სანთელიენთო. იატაკი ვარდის ფურცლებით იყო მოფენილი და ჟღერდა კლოდ დებიუსის მთვარის შუქი. მე და პაატა დივანზე ვისხედით. მე პაატას გზნობებში გამოვუტყდი და პაატამაც მითხრა რომ რა კარგი სიზმარი იყო. ალბათ არასდროს ამიხდება. ვაიმე თეკლა რა დღეში ყოფილი. მე კიდევ ვერაფერს ვერ ვხდებოდი. მეგობარი ვარ ეხლა მე?
ელენე, არ იტირო. ელენე, არ იტირო მეთქი. როგორ არის? ელენე. რაღაც უნდა მოვიფიქრო. თეკლამ სანთლებიო. თეკლა მე ვიცი. ძალიან ბევრი შეკვეთა. ძალიან ბევრი რამდენია? 60? 61. მართლა. აუ, არა უშავს, მაჩვენე თუთი. მე მივხედავ ყველაფერს. აჰა, ესე იგი თათია, აი აქ მე-14 რო წერია ეს 4 ფირფიტა რო აქვს შეკვეთილი. ეცი ლაკენი, ჩამოწიე ქვევით 23-ზე ჩასვი. ხო, ვინ არის დაწერია? ირაკლი ჩხეიძე. ჩემი ირაკლი? რას ლაპარაკობ თათია? მე-14 უნდა ჩაწერო, აწიე და ზევით სულ პირველი ჩასვი აგერ. პირველი. 4 ფირფიტა, ირაკლი ჩხეიძე. კარგი. ო. მამა. ჩავწერეო. ვაშე შენ ხარ? გამარჯობა. კი, გამარჯობა. შენ ყვეთავ თამეს? კი, 2 ცალი ჟოზეს ნამცხვარი თუ შეიძლება. და თათია, ჟოზეს რო ნახავ, გადაეცი რომ ძალიან გვიყვარს. ძალიან. მაშა, ელენე. გავიგე. თათია, შენ გადაეცი რომ ჟოზესაც ძალიან უყვარხარ, როგორც დადა დიდა ქალი თქო. სად მიდიხარ? მოდი აქ ვიხუმრე. მოდი აქ. თეკლა, რაღაცის თქვა ხომ არ გინდა? არაფრის. კი მინდა. მართლა? რის, მოდი ყურში გეტყვი. ხო, შენ შეამჩნიე, ხო? ხო, ნახე ელენე როგორ კურკურებენ. აბა, ხო, შევამჩნიე მეც თეკლა ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად დადიან ერთად. კი, ელენე და მე შევამჩნიე რომ ლაშა ბარში შემოდის ხოლმე ტორტით და ეთყობა თათიას ჩუქნის. თეკლა, ლაშაც შეყვარებულია და მიმალავს ნამდვილად გავგიჟდები. ვაშაც კიდე ვინ გიმალავს ელენე? კიდე ვინ მიმალავს და მიმალავს თეკლა და საიდან დავიცოდე? თათია მომისმინე? ახლა ჩვენ აქ ყველაფერს ვერ დავგეგმავთ ამ შეკვეთებთან დაკავშირებით. ხო და ჩემთან ამოდი მერე და იქ წყარად შვილად მოვითაცბიროთ, ხო? მიცადე ერთი წუთი. ხო და ამისით არ გადაახტევინო გოგოებს, მაინც ოჯახის წევრები არიან. აი გოგოებო, თქვენი ჟოზეს ნამცხვარი ბარის ანგარიშზე. მადლობა თათია. ელენე, ხედავ, მაინც მომავალი მული ხარ და გთაფლავს. უნდა კითხვის ის შენი შეყვარებული რო იყო რა ქვია თუ ცოლი რა ვიცი რატომ წაიყვანა ხო კაი კაცი ხო ის მეორე შენი შეყვარებული ქობულეთელბა შმაგი ისი რა ბიჭია კონცილში იცეკვა პაატა შმაგი რასლა ვენაცვალე მაგას აბა როგორ შმაგის და ეხლა რა უნდა კითხო თეკლას რო მოეწორო შენ რო დაგთანხმდეს და ეგეც რო სამ წაიყვანოს მე რას იზავ თეკლაც ხო რა ვიცი არ ყოფილა ჩემი საქმე და დავანებებ ხო მიდი და ისე დისტრიბუციას მიაწექი მიდი პაატა თეკლას საცხოვრობს მამამისთან ჩანს აქედან არა აქედან არ ჩანს არა ჩანს არა დურბინდით არ დურბინდით არა შენ რა გეუნახულება აწყობილი გაქვს საქმე და ყოველდღე დურბინდით უყურებს თან ერთად ხართ ხო თქვენ? ну ერთად რა ხო ერთად ვართ ხო გიო შენთვის რა უნდა მეთქვა შენ არ იცოდი რომ მე თეკლა რომ მომწონდა არ იცოდი შენ ხო თეკლა რომ მომწონდა მართლა რა აბა ხო არ გატყუებ რა არ ვიცოდი არა საიდან გეცოდინებოდა უნდა გაარკვიო გენას არა მაპატიებ გეხვეწები არ ნაირად გეცოდინებოდა ხო არ ვიცოდი ნაირად გეცოდინებოდა მე ხო რა არ ვიცოდი პაატა შემოვხედე გეხვეწე კარგი გიყურებ აი უყურე აი ჰოპ დავივიწყე
საწავიღე რა, საწავიღე ეს რეცეპტების წიგნი რა. მაცივაში, ფეხსაცმელების კარადაში და აბაზანაში ვნახე და არ არის. აბა სადღა უნდა წამეგო სხვაგან. გავგიჟდები რა, უი, ჩემს სამალავში ხო არა მაგ ერთი. რომელი იყო? ჩემს სამალავში ხო, მაგრამ მაქვს. ეს არის? ეს არ არის. ხო? თეკლა ერისთავის პირადი ჩანაწერები. ასეთი დამსხარი მე არ მახსოვს. პირადი? ჩემს სამალავში ხომ არა მაქვს? არა ეხლა ლაშა როგორ შეიძლება ეხლა სხვისი პირადი ჩანაწერების წაკითხვა? მაგრამ მე არ წავიკითხავ, ჟოზე წაიკითხავს. ჟოზე ხო თავხედია. ნო? არა და კი. აი მე ხარ წარმოვდგენელი როგორ ეხლა თეკლას პაატა და პაატას სხვა გოგო. არა გაგაგა. ცოცხალი თეკლა. მოწოდე რა კლოდვიუსის მუსიკაო ვარდები და სანთლები? მე დაგეხმარები თეკლა. შენადინე მიულო, მე დაგეხმარე. რა ქვია ეს აუყურე ერთი ამას. მოვდანით, გამარჯობა. გარე განათების ფულს ვაგროვებ. ვაიმე, ნუ მობიცოდა ეს რა დაგმართი. ჩაგეთვალა. ნუ თქოვა ჩამოიარეო და. ხო, ესა, კი ახლავე გამოვიტან ფულს და მოგცემ ახლავე. ლაშა. გუშინ სარეცხს ფენდი. ხო და ნუნუ მათქოვა სარეცხის ჯოხი. ხო, გავფინე სარეცხი და გავწიე. მერე ნუნუ მთხოვა თავის ჯოხი და მივეცი. ახლა დღეს მივიდა ჩაომეცდა სარეცხი, პერანგი მჭირდებოდა. ხო და ვერ მივწვდი. შორს არის. სარეცხიც და ნუნუც სოფელში სასულა. აჰა, ხო და სარეცხის ჯოხი მათხოვე რა. მე პირდაპირ ვერ მითხარით ბატონო ფრიდონ, მოგერიდა. კარგი რა მოგერიდა. ფულს გამოვიტან და ჯოხსაც მოგასწრეთ. ხო, ლაშა და ესე რა ვქია. რა თმინდა ეხლა ეს პერანგი არ იკითხავ. თეატრში მაძლევენ ახალ როლს. უნამუსო კაცი უნდა ვითამაშო. და ასე ქვია პერსონაჟს. ხო, სახელს არავინ ეძახის. უძლიერესი პიესაა. საით მივაკანებით. საით პიესას ქვია ასე. საით მივაკანებით. ხო. კარგი, ფულს გამოვიტან ახლავე. ხო და ლაშა. ფულს გამოვიტან ახლავე. ხო. თეკლა ერისთავის პირადი ჩანაწერები. ფრიდონი ამას არ წაიკითხავს. არა, ფრიდონი ამას როგორ წაიკითხავს? რა არის აქ საერთოდ? ფრიდონი არ წაიკითხავს, მაგრამ უნამუსო კაცი ხომ წაიკითხავს. კარგია, სანთლები შეყვა. ფუც, ტიპიუსი. ვაიშვილო. რა გაქვს მაგასთან საქვეწარი რა? ეგ დურბინდა ეგა. შენ უგეშინია, ფრიდონი ბიზია დაგეხმარება, შენ უგეშინია. ყველა ბატონო ფრიდო. გოდიში არ გალოდ ძლივს ნახე საფულე. ეხლავე ისა ჯოხსაც მოგწევ, ხო? აი ქალბატონ ნუ მოგიწონას უთხარით, რომ ფული გადეს და ჯოხის თქო. კარგი, კარტოფილი დავგი მოსახარშად. მზარიქნება უკვე სუნი მეცა და ხომარ კარტოფილი, ხომარ. არ შემწვარი, არა. უნამუსო კაცი. თეატრი.
მისმინე ახლა მე გავალ და თეკლას შემოვიყვან. შენ არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება. და იგი ოღონდ დაიმახსოვრე, მაღალზე იდექი, აქედან არ ჩამოხვიდე. იმიტომ რომ თეკლას მოწონს მაღალი ბიჭები, ხო ხდები? ხო, და მზერა კიდე, მზერა. მზერა, ხო, კარგია. აბა წავედი და შენ არ ინერვიულო. ბატა მოიცადე რა იქ. გიორგი. მზერა, ხო, ისმენ. ნერვიო. გიორგი რაზე ნერვიულობ? ორი საცოლე გაათხოვე, იმაზე არ ინერვიულობ და ამაზე ნერვიულობ. წავედი ახლა. ბატა მომისმინე გიხვიწები რა. ო, ისმენ. როგორი ბიჭები მოწონს თეკლას? როგორი ბიჭები მოწონს არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შემნაირები არ მოწონს. ეგ ვიცი. ეგ ვიცი. გინდა კიდე რამე? არა. ხო, კარგი, წავედი მაშინ. კარგი, წავედი. და გიორგი. ისმენ. რა გინდა? ერთი კარგი რაღაცა მოიფიქრე. აბა რა მოიფიქრე? სანამ თეკლას შემოვა, მე ოთახში დავიმალები, ვითომ არ ვიცოდი რომ შემოვიდა, რომ შემოვა, მერე გამოვალ მე და რა, ცუდია? არა, ვითომ ანუ გასაგებია, ვითომ არ იცი შემთხვევით. გასაგებია ძალიან მაგარია. წავედი, არაფერი აღარ მითხრა, წავედი გიორგი. პატა. მერე კითხა. ის ლექსი როგორ იყო მაინტერესებდა. როგორ ვაიმე გიორგი გაიხსენე ხლა არ შეცხვე გიორგი ტანო სამყვანო რა გინდა ჩემგან კიდე რა ეწერა აქ ესე რა ხალხია რა სხვისი დღიურების დაკითხვას არ დაგასწიან რა უი თათია შემოდი თათია შემოდი იცი რა დამემართა თათია რადგან ჩემი რეცეპტების წიგნს ვეღარ პოულობ დაკარგე რას ლაპარაკობ თათია გაგიჟდი უბრალოდ საერთოდ ვეღარ პოულობ ესა და რა უნდა ვქნათ არ ვიცი რა თათია რა ვიფიქრე იცი ახლა სანამ შენა მოხვიდოდი რომ იქნებ თათია მომეხმაროს მეთქი რომ რაღაცა სიახლე შევთავაზო ასე ვთქვათ ჟოზეს ერთგულ კლიენტებს ასე ვთქვათ სრულიად საქართველოს ხო მომეხმარები ხო კი მომეხმარები და ვინმე ხო არ მოვა რას ქვია მოვა ნიკა არის დასული ბებიის ნიშნობაზე ხო ელენე კიდევ სამსახურშია ახლა შენ სულელი ხო არ გონი ვარ ისეთი დრო შევარჩიო რომ ჟოზეს შემოქმედებას ვინმე ხელი შეუშალო ჩემს მაგიდაზე უნდა იდოს დია არ დევს მაშინ მეორე უჯრაში ნახეთ არ დევს აბა მეოთხე უჯრაში ნახეთ ჩაკეტილია იცით მაშინ მიდით მათიასთან ხავკნა მოიცოდე საწახვალ კარი ღია არ დაგინახავს დავიმალები რას დაიმალები პატარა ბავშვები ხო არა ვარ ვეტყვი რომ ჟოზე ვარ და ნამსხვრევს მე ვაკეთე წად დაიმალე და სატვიტის პაკაფ ვარია შეიძლება აქშებია რა სახება რა გჭირს დამჭირს კეძინა კი მეძინა ვაშა თუდად ხო არ ხარ კი თუდად ვარ ვაშა რამე მოხდა კი მოხდა რამე ვაშა ის რამე ხო რა ვიცი რაღაცა ახალი გაგვიძებული ვარ და ბოდავ რაღაც კარგი რა ლაშა გამისკდა გული გამიშვიერთი დღეს დილად თეკლას შევიტანზეცმელი დაუმალე შენ ოთახში ვერ შეგეშებ აქ ვერ შეგეშებ იმიტომ რომ არეულია ძალიან ოთახი კარგი რა ლაშა შენი ოთახი ყოველთვის არეულია გამიშვი კი მაგრამ ეხლა არის ძალიან არეული ესეთი არის რა ვერა ლაშა რაღაცას მიმალავ ხო რას გიმალავ რას მიმალავ ლაშა და ჟოზეს მიმალავ ვის გიმალავ ჟოზეს ლაშა კარგი ხარგი და დავინახე ეზე და ნამსხვარი რომ ამოქონდა ოთახში შეიტანე რომ მე მარტო ჭამო ხო გამიშვი არ იქცხვენია გავჭა გამიშვი ელენე რა ღორმუხელა ხარ ლაშა არ იქცხვენია პატარა ბავშვივით იქცევი გამარჯობა თათია პატარა ბავშვივით იპარატები
თათია? თათია, მათ რას აკეთებდი? ისა, წვენი მითხარით, ხო? კი, წვენი გითხარით. რა კარგად მოიფიქრეთ, რომ ესე სერვისი გააკეთეთ სახლში მეტალა წვენების. ძალიან კარგი სერვისია ეს. კარგი, არ გინდა ლაშა რა სახლში მიტანის სერვისი. კარგი, ისედაც მივხვდი ყველაფერს. და ლაშა და გიყვართ ერთმანეთი. რა? კი. გვიყვარს ერთმანეთი? გვიყვარს კი არა, გიждები. რაგაცია გიყვარს ამთვაშია. მოდი, შემოდი თეკლა, შემოდი თეკლა. შემოსული ვარ პაატა. შემოდი. შემოხვედი, ხო? ხო. მოკლედ რაზე შემოგიყვანე ახლა თეკლა. რა ხდება იცი? აი ეს დივანი. კი. აი ეს დივანი. კი. ეს დივანი. კი. თეკლა მომისმინე ერთი წუთი. აი ეს დივანი. მოდი გითხრა. მოდი, აი ეს დივანი თეკლა. ცოტა აი უმნიშვნელოდ, მაგრამ აი ცოტათი გავწე იქით. და როგორია შენი აზრი მაინტერესებს. კარგია. კარგია, ხო. მოდი დაჯექი მაინც ისე ნახე. დაჯექი როგორია ისე ნახე, აბა დაჯექი, აბა როგორია? როგორია თეკლა? ძალიან მაგარია. მაგარია, ხო? კი. ძალიან კარგი, ხო. ხო მაგარია, ხო. კი. გამარჯობა თეკლა. გამარჯობა. კარგი, აბა დაგტოვებთ მე და მოვა. რა? ამას რაჭის არაფერი ყურადღება არ მიაქციო. უბრალოდ მიაქციე, მაგრამ ტელევიზორი როგორ ჩანს აქედან, აბა ნახე. კი, კარგია, შევამჩნიე. ხო, კარგია. კი. ხო. გამარჯობა თეკლა. ჰოპ. ხომ მომესალმე უკვე ლევან. გიორგი თეკლა. უკაცრავად. პაატას ნათესავი. რა ნათესავი მეზობელის. გამახსენდა. ხო, ახსოვარ, წერა დაიბნა უბრალოდ ახსოვარ და თეკლა. ის გახსოვს პაატა რომ მოიწამლა. რა მაგარი იყო არა? ხო? კი. ხო. ის გახსოვს? ზერა გიორგი, მიდი. ერთად რო ვვლიდით გახსოვს? კი, მახსოვს, გიორგი. ეგეც ხო მაგარი იყო? კი. არა. კი, გიორგი, მახსოვს. და შენ რომ მითხარი აფთიაქში ჩადიო და რეკტრონი ამოიტანეო და მე რო აფთიაქში ჩავედი და რეკტრონი ამოიტანე, გახსოვს? გიორგი, მახსოვს. ყველაფერი ერთ დღეს იყო ეგ, მახსოვს. კარგით, მოკლედ მე როგორც ხდები, მე ზედმეტი ვარ და დაგტოვებ თქვენ ისაუბრეთ. არა, პაატა. არაფერი, კითხეთ სოლი თუ ყავს ან შეყარებული ან თუ ყავდა ვინ წაიყვანა რა მოხდა. ყველაფერი მე წავალ. რა გითხო? წავედი. რა გითხო? სოლი თუ ყავს, სოლი ან შეყარებული. სოლი ყავს. და არც ყოლია. თითქმის როგორ? ეხლა გითხრა, ტაჯიკი გაცინო, მოდი. გონი ლამაზია. ცუდია, ვარდების ფურცლები და კლოდები უსირო ვერ ვიშოვე. არა, ისა და მაგ, არა, თეკლას მაინც მოეწონება. ასე. ასე. რა არის ეს სამფლები? ელენე, ამის დრო იყო ეხლა, რა მაგარია. ესე მე სამფლები ვერ მოვასწრე და მეც მუსიკის შეჩება, მაგრამ არა უშა. ძალიან მაგარია, ფურცლები აგერ არის, სამფლები. ასე. თეკლას გაუ. ხო.
ესე იგი 5 წუთში აქ იქნები. უი რა არა გამიხარდა მეთქი. ლაშა ცხვირი ნიკაპი მუცელი და ფეხები გიჭა. ლაშა მაინც გიჭა. კარგი ლაშა რასაკეთებ? ლაშა რასაკეთებ? ძალიან მჩვარ ხო? რას ვაკეთებ და აი ამას ვაკეთებ. აი ამას ვაკეთებ. აი შენ რას ვაკეთებ? მე რას ვაკეთებ ლაშა? აი მე რას ვაკეთებ? აი რატო რას ვაკეთებ? რატო ვაკეთებ? ხო რატო ვაკეთებ და ლაშა დედამცილი მithოვდება და მე მგონი მაქვს საძე იმათ საქმე. და შენ რატო ყრივარდის ფუქსებს? მე იმიტომ ყრი რომ დილით სახში გუდის ყველი სუნი იდგა და ვანეიტრალე. ლაშა ელენე ლაშა ელენე რა თქმა ბატონო ფრიდონ და ესა მეზობელმა ცეცხლი და ვარდის ფურცლები ჩამოუშვა. ეს ხდება სიზმარში ვარ. რა ბატონო ფრიდონ სიზმარში ხარ? ჩემ სიზმარში კი არა. მოიცა ბატონო ფრიდონ. თქვენ წაიკითხეთ? კარგით რა ბატონო ფრიდონ როგორ არ გცხვენიათ? ნახე Claude Debussy-ს დისკი მოვიტანე. რა კარგია ბატონო ფრიდონ. აი ეგ გორდა და მართლა ყველაფერი. ლაპარაკე და 5 წუთში მოვა. 5 წუთში მე ლაპარაკე ბატონო სულ მალე აქ იქნება. კარგია, კარგი ნუნუს ლაპარაკე და ერთი რა არ მოვა. აი გარის ყველაზე კარგი ბატონო ფრიდო. კი. მაშინ მე კოდი გარი. ლაშა რას ახრამუნებ? ელენე არა მალფუჭებადი პროდუქტი ყოველთვის შენახული მაქვს. რა იცი რა ხდება? ხო და მაგ ხრამუნში არ გვესმის რაც ელაპარაკება თეკლა პაატას.
კარგით რა ბატონო ფრიდო. რა უნდა თეკლა მუთხრა ყველაფერი რა ქვია პაატას და იმან რაო. ვაიმე ლაშა ცუდად არის საქმე. რაო. აუ ეხლა თავიდან არ დაიწყოთ რა. რაო ლაშა და თეკლა მუთხრა ყველაფერი პაატას და პაატა ვერაფერს ვერ მიხდა სულები. რა? ხო. გამიშვით შემოწხებ რა მაგარი. რა შემოწხებ ბატონო ფრიდო რა შემოწხებ? მაშინ გავალ და წიგნს ავიღებ. კარგი ბატონო ფრიდო არ გინდა ცოტა ხანი მოიცადეთ და მე სამი ერთად გავიგდეთ და ავიღოთ წიგნი. წავიდა თეკლა. მართლა სულელი არ არის ხა ეს პაატა რა ღირსი არ არის მართლა გავიდეს ბატონი ფრიდონი აიყოს წიგნი და დიდი და უაზროლეცი წაუკითხოს გამოთქმი რა. ვიცი ზეპირა წაუკითხო. ეს გიორგი ვინ ყოფს რა მაგარი ტიპი ყოფილა ისი რამდენიმაც მე სუდად გავხდი იმათი და მაგარი რაღაცა მოყვა გაიგეთ თუ ვერ გაიგეთ კიდე გეტყვით გითხარ კიდე მოგიყვეთ თავიდან ვერ გაიგეთ მოგიყვეთ ელენე გაეცი პასუხი მე ამის ნერვები არ მაქვს. ლაშა უპასუხე თორე არ მოგვეშვება. გავიგეთ პაატა გავიგეთ და მოვყვდით ციცი ხო მაგარი ხო სულელი ეს რა ლაშა არაფერი პაატა შენ გამოშტერებ ლაშა ვერ გავიგე რაღაცას მეუბნები რაღაცის ხმა გინდა და არ მეუბნები და რაც მეუბნები რა მითხარი იმის თქვა უნდა პაატა რომ ლაშას და თათიას ძალიან უყვართ ერთმანეთი დღეს დამოტყდა მართლა ლაშა მე რატო არ ამბობდი მე რა მაგარია ბატონო ფრიდონ რაღაცა ისე ბოლოს ხედავდი ხოლმე ერთად ხშირად გაიგე რაღაცა კივილი დავეჭვი მაგრამ მაინც როგორ ვერ მივხვდი რა სულელი ვარ როგორ ვერ მივხვდი რა სულელი ვარ ბატონო ფრიდონ როგორ ენ ისეთ რამეს ვერ მივხვდი პაატა რას ვერ მივხვდი ბატონო ფრიდონ ისეთ რამეს რას ვერ მივხვდი ელენე უპასუხე რა ამის ნერვები მე არ მაქვს ელენე ლაშა უთხარი თორე არ მოგვეშვება ლაშა მითხარი რა ლაშა რას პაატა ბატონო წადი პაატა წადი წავი ხო წავ ბატონო ფრიდონ მოდი ხარ თქვენ ელენე უპასუხე ამის ნერვები მე არ მაქვს ლაშა უპასუხე თორე არ მოგვეშვება წადი კაცო წადი პაატა წადი ვიდეო რა მოგივიდეთ რომ კარშენ დაკეტა ხო ელენე კარგი ხო მივიდეო სალაპარაკო მაქვს შენთან და ეს სანამ ვიბანავებდი მანამდე მინდოდა მომეთავები. ვიბანაობის დროს არ მიყვარს დაძაბული რო ვარ. დაძაბული რა მოხდა რამე? კი მოხდა. ლაშა მე ისა უხეშად ლაპარაკი არ გამომდის და ამიტომ წარმოვიდგინო ეხლა რასაც გეტყვი უხეშად გელაპარაკი. კარგი? და? კარგი მეთქი? ახლა უხეშად მითხარით ხო? კარგი. ხო მოკლედ შენ და თათიას ამბავი გავიგე და ცოტა არ იყოს მეწყინა. მეც რაღაც გარკვეული სიმპათიები მაქვს და გესმის ხო? ხო, ну, ესმეთი თუ გიყვართ, რა გაეწყობა, მაგრამ იცოდე რომ მე უკან არ დავიხევ და ვიბრძოლებ. იბრძოლეთ.
გეტყვი ასე უხეშად რო გელაპარაკე. არა, პირიქით. მადლობთ. კარგით, მაშინ წავალ მე შავს მიიღებ და ცოტას მოეშვებ. ხო, მოეშვით. ნუ. თათიას არა, მოეშვით. უცხო ქვეყნის მადლიერად მინდა მე ჩემ ქალაქს ვერ შეველები მომენატრება ჩემი მთაც მინდა თბილისი და თბილისელები